დავიწყო საუბარი. დაიწყეთ. დავანაცე თამათეოდორე. ქრისტე აღსდგა. ერთმანეთად აღსდგა. რა უნდა გითხრათ, მამა, ვაი ცუდი ფიქრების შესახებ, მამა, რა თქმა უნდა, აი, რამაცინებას ხოდა მამაოსთან ლაპარაკი, ამასთან და. რის შესახებ? აი, ცუდი ფიქრების შესახებ, აი, მაგალითად, მამა, რამოდენიმე წელიწადია, ხო, აი, როგი ადამიანს ქრისტესთან მისულ ახლოს, გადიხარ ეკლესიაში, მაგრამ აი, გასაცდელად ცუდი ფიქრები. ხო, საქმისასაც შეიძლება არაშავებდე. მაგრამ ακόμα ფიქრები გაწუხებთ, რომელიც არაა ისახები და რამდენად საცხოვნებელი ახლა ხომ არის ნაცნობი სამებადო შეიძლება ხატების მიმართო მოგივიდეს ცუდი ფიქრი, არის საშინელი შემთხვევით ხები რომ არ გინდა რომ მოგივიდეს ცუდი ფიქრი. ხები რომ ცოდვა, მაგრამ ვარდები სასწაულთლება შეფორმაცია რომ გეშინია უბრალოდ თვითონ მეპატიება თუ არა თუ ან ატომო მივიდა. ან შეთასაც ძიმით რომ ჩემი ბრალი ხომ რა შეთავს შემევიდა. აი როგორ არის, ხო, აი ესეთი ადამიანები ქრისტესთან ერთად უნდა ყოფნა, მაგრამ ვერ მიდის, იმიტომ რომ მოდის ესეთი საშინელი ფიქრები. ხანდახან იმ ზომამდე მოდის. მამა, რომ რა ვიცი, უხდ ვერ ახდე, სადაც ჩამოხვას მინდოდა, მამა, ამაშინებ მithქვეს თქვენ ძალიან დიდი ბევრი რაღაცა მსმენია, მამა, დაგლოცოთ ღმერთმა. ცოტა დადის აქ ფიქრი რა თქმა უნდა დასავლეთში ერთი რომელიც თქვენ გიცნობს და ჩამოდიო საკუთალოზე არის მამა თეოდორეო. აუ ბევრ მამას კითხე ბევრი მეუნება ეშმაკიდან მოდისო და შეიძლება მთელი ცხოვრება ქონდეს გასაცდელი. რადგან თუ ეკლესიაში დადიხავ წელვას არ ვარცებ მამა. მაგრამ აი ხანდახან ისე დავდოთ რომ მე თავიდან რომ მინდა გამევიყვანო ეგ ცუდი ფიქრები და ეს ხანდახან იმ ზომამდე მიმიყვანს რომ აი სატანას კიდევაც ვებრძოლები იმით რომ ვახდებ. რომ ეს კი შემეჭრა რაღაც კომიტმენტი მე არ მინდა მაგრამ მამა მითხრა რომ შენ არ გეკუთვნისო შენ ხომ არ გინდა არ ეთანხმებიო. ჩემ თავში რომ შემოდის, ხო წამნაშავე მაინც შეხარ ადამიანები, რამდენად საცხოვნებელია, თხონდება კი ესეთი საშინელი ფიქრი რომ მოგივა. ადამიანზე რომ მოგიოდეს კიდევ რაღაცა იტყვი რომ გასაგებია. მან ორი ტიპის პრობლემა შეიძლება იყოს, მე მინდა ყურადღებით მოისმინოთ. პირველი ტიპის პრობლემა არის სუფთა ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც თქვათ სამედიცინო ჩარევასაც კი შეიძლება საჭიროებდეს ზოგ შემთხვევაში. არსებობს ესეთი აკვიატება, ფსიქოლოგებმა იციან რა ტერმინია ესა და შეიძლება ეს პრობლემაც იყოს და მას შეიძლება დაჭირდეს ექიმის დახმარება. მაგრამ შეიძლება იყოს სუფთა სულიერი პრობლემა, რომელმაც შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემაც წარმოშვას და თუ სულიერი პრობლემა განიკურნება, ფსიქოლოგიური პრობლემაც თავისთავად განიკურნება. თქვენ სულიერი თვალსაზრისით შეცდომას უშვებთ, როდესაც ასეთ აზრებს უწოდებთ ცოდვას და უკავშირებთ მას ცხონებას. როგორც კი ეშმაკსაც ეს უნდა, რა არის ცოდვა? ცოდვა არის ის, რაც შენსა და ღმერთშუა დგება. და შენსა და ღმერთშუა ეგ ცუდი აზრი კი არ დგება. არამედ შენი დამოკიდებულება ამ აზრისადმი. შენი ეშმაკი გატყვილებს, ეშმაკი გეუბნება, რომ აი შენ ორი სიტყვა თქვი. ცხონება, აბა აცხონებს ესეთ ადამიანს ღმერთი თუ არ აცხონებს. და ესე იგი ცოდვა. არც ცოდვა და ცხონებასთანაც კავშირში არ არის. შესაბამისად, როდესაც შენ და მესამე ყველა ადამიანი არის ამაყი და ამპარტავანი. შენც და მეც. ნუ ჯერ მე ვარ და მე შენ, მოდი ესე ვთქვა. ამპარტავნება ადამიანს ამპარტავნება და სიამაყე ისეთი ცოდვა, რომელიც ესე აშკარად არ ავლენს მაინდა-მაინც საკუთარ თავს. გესმით? და აი ამ შემთხვევაში აი გეუბნება მოძღვარი, ხო? რამდენ ადამიანს კითხე, ხო? და ეხლა მეც გიდასტურებ და უერთდები იმ მოძღვებს. გეუბნები, რომ ეგ არ არის შენი ცოდვა და არანაირი კავშირი ამ აზრებს, ამ შემთხვევაში შენ ცხონებასთან საერთოდ არ აქვს. ცოდვად იქცევა ის მაშინ, როდესაც შენ იწყებ მასთან ბრძოლას და ზოგს აქცევ ქრისტეს. ანუ იმის მაგირად, რომ შენ ქრისტესკენ იყურო, ამბობ რომ მე რა ღირსი ვარ ესეთი აზრები მაქვს და ზოგს აქცევ ქრისტეს და ამ აზრებთან მოდიხარ ჭიდილში. ეს დაახლოებით ითი რასა გავს? აი ქუჩაში რომ გახვიდე და ძაღლი გამოგეკიდოს. და იმის მაგივრად რომ ან ხეზე აზური, ან სადღაც ოთახში შეხვიდე, ან ისეთ ადგილას მიხვიდე, სადაც ძაღლი ვერ მოგწდება, იმის მაგივრად მოტრიალდები და ძაღლის სანამ გეცემა ძაღლის კბილების დათვალიერებას დაწყებ, აბა როგორი კბილები აქვს და როგორი ძლიერი ყბები აქვს. გესმის საქმე არა გაქვს შენ ძაღლთან, შენ უნდა გაეცალო იმ ძაღლს. და გაცლა ხდება ესე, არ აქცევ ყურადღებას, იჯერებ
ეკლესიის სიტყვას, იმიტომ რომ ეს არც მამა თეოდორეს სიტყვა და არც იმ მოძღვრების სიტყვა შევგით რა, დიდი გამოცდილი, დიდი წმინდა მოძღვრები გვასწავლიან, რომ ეს არ არის შენი ცოდა, მაგალითად ერთ-ერთი ათონელი მამა ესე ამბობს. იგივე პრობლემით მივიდა, რა პრობლემითაც საუბრობ, მოხვედი ახლა შემოხვედი ეთერში და იგივე პრობლემა კითხეს ერთ-ერთ მამას და ის მამა ესეთ რამეს პასუხობს, აღარ მახსოვს რომელიღაცა დიდი მამა არის ათონელი, რომ თანამედროვე რომ მე-20 საუკუნის რომ ესე იგი აი მე რომ ლოცულობ ამ ადგილასო თვითმფრინავები ხანდახან გადაიფრენენ, გადმოიფრენენო და ისო მე ხანდახან ხელს მიშლესო მათი ხმა, ხო რაღაც თვითმფრინავის ხმა რომ ესმის და მაგრამ მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდა, იმიტომ რომ ცოდვაში არ მეთვლება ის ხმა, რომ რაც მე ყურადღებას მიაქცევ თვითმფრინავს და მე თვითონაც თუ ქვების როლას დაუწყებ. რა თქმა უნდა მოწყდები შენ ლოცვას, თავისთავად ცხადია. ჩათვალე რომ ეს არის რაღაცა ესე იგი მოზუზუნე რაღაცა ფრინავი რაღაც აზრები, რომელიც რა თქმა უნდა ბოროტისგან არის. იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ადამიანს დაცემული ბუნება აქვს. ჩვენი დაცემული ბუნება ძალიან ცუდ რაღაცებს გვთავაზობს ხოლმე. და თან ეს ცუდი რაღაცები ჩვენ დაცემულ ბუნებას სიამოვნებს. ცოდვა სიამოვნებს ადამიანს. ყველა ცოდვა ადამიანს სიამოვნებს. ნუ გარდა შურისა, შეიძლება ასე ითქვას, შურის გარდა და შურის გარდა ადამიანს სიამოვნებს ცოდვა, ხო? ესეა. ესე იგი წარმოიდგინეთ და დაცემული ბუნება ჩვენი ძალიან ცუდად იქცევა. ხანდახან ეშმაკს არ ჩამოუვარდება თავისი მზაკრობებით. წარმოიდგინე ისეთი აზრი შემოდის, რომ ჩვენი დაცემული ბუნებაც კი შეშფოთებულია. ჩვენ დაცემულ ბუნებასაც კი არ სიამოვნებს. ამიტომ ჩვენი არ არის ეს. და ჩვენი რადგან არ არის, ესე იგი ეკლესიის გამოცდილება გეუბნება, რომ ეშმაკისგან არის. ხა შენ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რომ კი ბარა ეშმაკი თუ იცის, რომ ცოდვა არ არის, რაღაცე მოაქვს ეს აზრები ჩემთან. იმიტომ მოაქვს, რომ აი რაც შენ გჭირს, ეგ დაგმართოს. ანუ შენ რა გემართება? შენი დამოკიდებულებით იწყებ რა ბრძოლას ამ აზრებთან და იმიტომ იბრძვი რომ გგონია რომ ცოდვაა, ამ ბრძოლაში მიდის შენი ენერგია და არ ახთვისაკენ სწრაფვაში. ესე იგი, იმიტომ არის ეგ ცოდვა, რომ შენ ღმერთს გაცილებს. არა ეგ აზრი თავისთავად, არამედ შენი დამოკიდებულება ამ აზრთან. მე მგონი გასაგებად ვამბობ. და თუ იმის მერე რაც მოძღვრები გეუნებიან ეკლესიის სწავლებას, რომ ეგ შენი ცოდვა არ არის. უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება. იყოს არ იყოს სულ ერთია, გინყოფილა გინდა რა. იყოს სულ ერთია, არ იყოს სულ ერთია. შენი საქმე აკეთე. ლოცვა ისწავლე. იესოს ლოცვა ისწავლე. ლოცვას ჩაუღმავდი. შენი საქმე აკეთე, ხო? და თუ შენ ამას არ დაიჯერებ, თუ შენ ამას ეკლესიის სიტყვას ყურადღებას არ მიაქცევ, ხო? მაშინ გამოდის, რომ შენ კაცო ამპარტავანი კაცი ყოფილიყარ და ურჩი და ეკლესიას არ უჯერებ და აი ცოდვა სწორედ აქ გაჩნდება ნამდვილი ცოდვა, გესმით? ამიტომ არის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეშმაკი არის ძალიან მზაკვარი და ის ატყვილებს ადამიანებს. თავიდან ის ჩვენს უცოდინრობით და გულუბრყვილობით სარგებლობს და მე ჩვენ უკვე ჩვენი სიამაყითა და ესე იგი პატივმოყვარეობითა და ამპარტავნებითაც. ღმერთი შეგეწიოთ და ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, რომ თუ თქვენ დღევანდელი დღიდან დაიწყებთ სწორად მოქმედებას და ყურადღებას არ მიაქცევთ, მაშინ დაიწყება თქვენი განკურნების პროცესი, ოღონდ უცებ არ იქნება. თათოდ ნებისმიერი რაღაცა რაც შემოგეჩვევა, უცებ არ იქნება, ხო? ბევრჯერ დაგლიჯა იმ ძაღლმა და ეხლა ჭრილობები გაქვს. ამიტომ გარკვეული დროის მერე ნელა-ნელა ეს ყველაფერი დამარცხდება. აი ესეა. ესე იგი ჩვენ საუბრობდით იმ დღესას